წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში თბილისში ჩატარდა. პრემიერის შეფასებით გამართული სისტემა ნიშნავს მეტ ტურისტს, ძლიერ წარმოებას და სოფლის მეურნეობას ჯანსაღ გარემოს ბიზნესისთვის. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს აქვს პოტენციალი გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით. Რამდენად სწორად იმართება საქართველოში წყლის რესურსები და რამდენად საინტერესოა საქართველოს ინვესტორებისთვის ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. პირველი სტუმარი კი ესპანური აქვალია შვილობილი GVP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. კვირის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს უმასპინძლეთ. თავდაპირველად როდესაც პირველად ინფორმაცია შევიტყე, რომ წყლის საერთაშორისო წყლის სისტემების მართვის მიმართულებით საერთაშორისო ფორუმი უნდა ჩატარებულიყო, პირველი კითხვა და განცდა რაც გამოჩნდა, რა პრინციპით შეირჩა საქართველოს და რამდენად საინტერესო შეიძლება ყოფილიყო საქართველოში ასეთი ფორუმის ჩატარება. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, თქვენ იყავით ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ამ ფორუმის ჩატარების, რომ სწორედ ეს საერთაშორისო ფორუმი საქართველოში გამართულიყო, რამდენად საინტერესოა საქართველოს ინვესტორებისთვის წყლის რესურსების განვითარების მიმართულებით და ვიდრე ამ კითხვაზე მიპასუხებთ, სად არის საქართველოს დღეს ამ ნაწილში? რამდენად სწორად გვაქვს ჩვენ გათავისებული რა რესურსებს ფლობთ წყლის მიმართულებით და მერე შემდგომ ამ რესურსებით განვითარებას რამდენად სწორად ვახდენთ? მადლობა, დიდი მადლობა. Well, to the question where ის კითხვას რაც შეეხება სად არის ახლა საქართველოს, მე უნდა ვთქვა, რომ რამდენად არსებობს რა თქმა უნდა პოზიტიური ასპექტები საქართველოში და მე მინდა ვახსენო ამ შემთხვევაში რეგულატორი, მარეგულირებლები, ეს ფაქტი, რომ წყლის სექტორი სრულად რეგულირდება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, რომელიც არის სემეკი, ანუ საქართველოს ელექტროენერგიის და წყლის მარეგულირებული კომისია, რომელიც აწესებს წესებს და როგორ ხდება ურთიერთობა კომპანიებსა და მოხმარებლებს შორის, ადგენს ტარიფებს, იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციების შესახებ და აგრეთვე ინვესტიციების ამონაგებს განსაზღვრავს. ანუ ეს ძალიან გამჭვირვალე და ღია მეთოდოლოგიაა. ეს არის უნიკალური მაგალითი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს არსებობდეს ერთი ეს მარეგულირებელი წყლის სექტორისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა აღვნიშნოთ. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, საქართველოს გააჩნია ძალიან მდიდარია საქართველოს წყლის რესურსებით. საკითხი იმაშია, რომ ჩვენ უნდა ვმართოთ ეს რესურსები სათანადოდ. და აქ მე უნდა ვთქვა, როგორც ჩვენ ვნახეთ ამ ფორუმის განმავლობაში, ჩვენ რა თქმა უნდა ვდგავართ ბევრი გამოწვევის წინ, რომელიც დაკავშირებულია ძირითადად მოძველებულ ინფრასტრუქტურასთან. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი პრობლემა, ეს არის ფაქტიურად მთელ მსოფლიოში დგას ესეთი პრობლემა. უფრო დიდი ან უფრო მცირე მასშტაბით, მაგრამ ნამდვილად მართალია, რომ საქართველოში ჩვენ ვდგავართ მართლაც ძალიან დიდ გამოწვევის წინაშე, ძალიან მოძველებული სტრუქტურა არის. და ამ სიტუაციის გამო ჩვენ ძალიან ბევრი ავარიასთან გვაქვს საქმე ამის გამო და ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საექსპლუატაციო ეფექტურობის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან გაცილებით უფრო დაბლა ვართ, ვიდრე საჭიროა და ეს უნდა გავაუმჯობესოთ. არსებობს ერთი ძალიან პოზიტიური ასპექტია, ეს მარეგულირებელი და აგრეთვე არ არის წყალი არის ძალიან ბევრი და მაგრამ მეორე მხრივ უნდა ეს რესურსები გაუშვათ განახლებულ ინფრასტრუქტურაში და გავაუმჯობესოთ საოპერაციო ეფექტურობა ჩვენი სისტემის. თუმცა აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. თვითონ ინვესტორი კომპანიის გადმოსახედიდან რამდენად სწორად მართავს აი ამ თუნდაც მოძველებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს. ამ ნაწილს აუცილებლად უფრო ვრცლად მიუბრუნდებით ჩემ შემდგომ კითხვებში, თუმცა ახლა ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს თვითონ როდესაც აქვალია საქართველოში შემოვიდა, რამდენად გააზრებული ჰქონდა, სად შემოდიოდა. მე მაყურებლისთვის განმარტავ, რომ ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ცნობილი კომპანია, რომელიც წყლის რესურსებს მართავს მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ესპანურ კომპანია
კომპანიაზე და ინვესტორზე მაქვს საუბარი და როდესაც შემოდიოდით საქართველოში, რამდენად გააზრებული გქონდათ ის პრობლემები, რომელიც შეიძლება დაგხვედროდათ და ასეთი პრობლემის მიუხედავად და ამ გამოწვევების მიუხედავად, რადგან თქვენი შემოსვლიდან რამდენიმე წლის შემდგომ იმართება ეს ფორუმი და კვლავ საუბრობთ ამ გამოწვევებზე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ დაუშვათ რეალურად ეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გქონდათ, ან ამ მიმართულებით კვლავაც იმდენად მწვავე სურათი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა საჭირო. აი ამ 2 დღის განმავლობაში, როდესაც ფორუმი იმართებოდა, რა მთავარი გზავნილები მოისმინეთ? თქვენ გქონდათ საშუალება მოგესმინათ პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მათ შორის სემეკის ხელმძღვანელის მხრიდან. რა იყო მთავარი გზავნილი ინვესტორი კომპანიისთვის ხელისუფლების მხრიდან? მით უმეტეს გქონდათ პრემიერ-მინისტრთან პირადად შეხვედრაც აკვალიას რეგიონულ დირექტორს და მათ შორის თქვენც. Let me say first. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ანუ ჩვენ წინა კითხვაზე რაც შეეხება, რომ თუ კი აკვალიამ გადაწყვიტა, რომ ორგანიზება გაეკეთებინა ამ პირველი ფორუმის საქართველოში, საერთაშორისო ფორუმის ეს იმიტომ, რომ აკვალია, ჯორჯია და ჩვენი პროექტები თბილისში, რუსთავში და მცხეთაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებს წარმოადგენს. და გადაწყვეტილება აშკარა იყო ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვინდოდა, რომ უფრო გვეწია ცნობიერება იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და ჩვენ გვინდოდა შეგვეკრიბა ერთად ყველა დაინტერესებული მხარე, რომლებმაც რაღაცნაირად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება წყლის სექტორის განვითარებისათვის საქართველოში. ასე რომ ჩვენთვის ეს იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და რომ მთავრობა მიიღო მონაწილეობა რეგულირებელმა მუნიციპალიტეტებმა, ჩვენ დავუპატიჟეთ ინვესტორები, ჩვენ დავუპატიჟეთ ოპერატორები, ადგილობრივი, საერთაშორისო. ანუ ეს იყო კომბინაცია ყველა აი ამ დაინტერესებული მხარის. ერთობლივი შეკრება იყო და ბალანსი მართლაც პოზიტიურია იმ თვალსაზრისით, რომ მე მგონია, რომ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაც ერთიანი გაგება იმ გამოწვევებისა, რაც ჩვენ წინაშე დგას, იმიტომ ეს ყველასათვის ცხადია, რომ ჩვენ ერთი და იგივე ინტერესი გვაქვს და ინტერესი, აკვალიას ინტერესი, რაში მდგომარეობს, ეს არის, რომ ჩვენ მივაწოდოთ საუკეთესო მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს. მე უნდა ვთქვა, რომ აკვალია არ არის უბრალოდ ინვესტორი. ჩვენ საუბრობთ ინვესტიციებზე და რა თქმა უნდა, რომ უნდა განვახორციელოთ ინფრასტრუქტურის განახლება, მაგრამ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ინვესტორი. აკვალია არის ინვესტორი, ტექნოლოგიის მოწოდებელი და წყლის ოპერატორი. ანუ ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი აზროვნება, ანუ ჩვენ გვინდა რომ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩეთ იმ ქვეყანაში, იმ პროექტებში, სადაც შევდივართ პროექტებით. აკვალიას ძალიან მრავალი წლიანი გამოცდილება აქვს წყლის სექტორში 19 ქვეყანაში უკვე და მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რამდენად მოწადინებული აკვალია რომ ჩვენ მივაწოდოთ რომ ასეთივე მოწადინებულია ჩაგეკითხებით საქართველოს ხელისუფლება ის ადამიანები ვინც ხამე ჩამოვთვალე და ვის თქვენ ახსენეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ეს რგოლი ერთად შეგვეკრიბა და ყველას ერთად გვესაუბრა და გვემშელა რა სად ვარ და რა გვინდა რომ მივიღოთ ხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთივე ინტერესს დაუშვათ ამ შემთხვევაში ინვესტორი კომპანიასთან მიმართებაში წყლის რესურსების ნაწილში რომ თანხმედრაშია თქვენი და ხელისუფლების პოზიციები განვითარების მიმართულებით ერთმანეთთან მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ დავინახეთ ეს ერთიანი გაგება, რომ ჩვენ ყველას ეს მის რომ ჩვენ ვდგებართ გამოწვევების წინაშე წყლის სექტორში, ეს არ არის მხოლოდ თბილისში და რუსთავში სიტუაცია, რა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეს არის ზოგადად ქვეყანაში. ჩვენ რა თქმა უნდა ეს მოძველებული ინფრასტრუქტურის პრობლემის გაგება ძალიან მარტივია, ანუ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს მოძველებული რომელიც უნდა განვაახლოთ თუ არა და მაშინ იქნება მოწოდების შეწყვეტა და ასე შემდეგ. ეს მე მგონი ყველასათვის ძალიან გასაგებია და საკითხი ალბათ იმაშია როგორ შეგვიძლია ჩვენ დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. აუცილებლობა ინვესტიციის,
ჩვენ და აგრეთვე ჩვენი ესე იგი დაფინანსების ტარიფების მეშვეობით ან დამატებით წყაროების მეშვეობით ანუ როგორ უნდა ამოვიღოთ ეს ანუ ჩვენ რა თქმა უნდა გამოწვევის წინაშე ვდგევართ და საჯარო კერძო თანამშრომლობა ძალიან აუცილებელია იმისათვის რომ ეს დავძლიოთ ეს პრობლემები. აი ამ შეხვედრებისას, ამ ორდღიანი საუბრისას და მათ შორის პრემიერთან პირადად შეხვედრისას რა გამოიკვეთ? ახლა თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა ბალანსი. როგორ გესახებათ ინვესტორ კომპანიას? თან მე ხوار ვსაუბრობ ერთ რიგით კომპანიაზე, ერთ-ერთ ალბათ მსოფლიოს მასშტაბით ამ ნაწილში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიაზე და საქართველოს შემთხვევაში ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორზე, ხო? როგორ გესახებათ ამ ბალანსის პოვნა და მე კიდევ ერთხელ განმეორდები ამ კითხვით, რადგან ქვეყანაში შემოსვლიდან რამდენიმე წლის თავზეც აი ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდით თქვენც და ჩვენც ყველანი ერთად და ამ გამოწვევებზე საუბრობთ. ეს ნიშნავს თუ არა რომ რეალურად თუნდაც დაგეგმილი პროექტები ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაჯანსაღების ნაწილში ისე ვერ წავიდა როგორც შემოსვლისას ჰქონდა დანახული, ანუ სირთულე ბევრად მეტი აღმოჩნდა ვიდრე რეალურად ელოდით და ეხა რა გამოსავალია მათ შორის ჩვენ ახლა დედაქალაქის მოსახლეობა ვინც გვიყურებს მათთვის თავარ კითხვაზეა ხო პასუხი გასაცემი რეალურად შეგვიძლია თუ არა მათ მივაწოდოთ მარტო თბილისს არა ამ შემთხვევაში მცხეთასა და რუსთავსაც რადგან თქვენ ამ ყველაფერს ერთიანად განაგებთ მივაწოდოთ 24 საათიანი წყალმომარაგება ხარისხიანი წყალმომარაგებათან და იმავდროულად გათიშვები მაქსიმალურად მინიმალურად იყოს რეალურად სახეზე და მაქსიმალურად იყოს შემცირებული. I have to say that we were aware. მე უნდა ვთქვა რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს სიტუაცია საქართველოში და ჩვენი ინტერესი საქართველოში მოდის ანუ ძალიან 4 წლის წინ შემოვედით 2022 წელს და უნდა ვთქვა რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში This is more than double the amount that was invested during the 3 previous years, 2021 and 22. ამ წლებში ხო ანუ ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ინვესტიციები რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს არის უბრალოდ რა თქმა უნდა არის თანმიმდევრობითი პროცესი ანუ ეტაპობრივი პროცესი ანუ მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვა ანუ ჩვენ მგითხარით კომპანიას აქვს გრძელვადიანი მენტალიტეტი გრძელვადიანი ხედვა გრძელვადიანი ხედვა ნიშნავს რომ გამოწვევები არ შეიძლება გადაწყდეს 1 წელიწადში ან 3 წელიწადში თუნდაც ეს არის ეტაპობრივი პროცესი რომელიც მოითხოვს მუდმივ ინვესტიციებს ანუ ამ თვალსაზრისით არა მხოლოდ ინვესტიციები არამედ ის გაუმჯობესება რასაც ჩვენ მივიღებთ აი ჩვენ სამუშაოში ხარისხში მომსახურების ესეც იქნება ეტაპობრივი პროცესი და ჩვენ ამას ჩვენ ხედავთ ჩვენი მუშაობის ინდიკატორების მიხედვით ანუ ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ განხორციელება ინვესტიციების და გაუმჯობესება არის უბრალოდ ასეთი ეტაპობრივი პროცესი და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ გზით მივდივართ ჩვენ ვხედავთ რომ ინვესტიციები რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ისინი ზეგავლენას ახდენენ მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტირება მომავალშიც ანუ რეალურად აი ამ 2 წლიანი საქმიანობის შემდგომ შეგიძლია თქვათ რომ თქვენ კვლავაც მზად ხართ ინვესტირებისთვის და დაუშვათ ეს ოპტიმიზმი რომ მე მახსოვს თქვენი პირველი ინტერვიუ აი ეს ოპტიმიზმი რომელიც ჰქონდა აკვალიას საქართველოს შემოსვლისას ის არ დაგიკარგავდა კვლავაც აქტიურად აგრძელებთ ამ მიმართულებით საქმიანობას ეხლა თქვენ ახსენეთ რომ გრძელვადიანია მაინც ეს ყველაფერიო და აი ამ განხორციელებული საქმიანობის გათვალისწინებით შეგიძლია თქვათ რომ მაგალითად თქვენ რა ინვესტიცია ჩადეთ რა სამუშაოც გაწიეთ ამან შედეგი გამოიღო მაგალითად პროცენტულ გამოხატულებაში ან არ ვიცი რიცხობრივად როგორ შეიძლება მივხვდეთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობა რომ თქვენმა სამუშაომ რეალურად შედეგი მოგვიტანა თუნდაც იმ კუთხით რომ გათიშვები ისეთი სიხშირით აღარ ხდება დაზიანების შემთხვევაში აღმოფხრა ხდება ბევრად სწრაფად ვიდრე მანამდე ხდებოდა ეს ყველაფერი დათვალეთ Definitely. ნამდვილად ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა ინდიკატორი, რომლის მონიტორინგსაც ვახდენთ, რომელსაც ვაკონტროლებთ პროგრესს და ჩვენი მუშაობის გაუმჯობესებას. მე ვიცი და ჩვენ ვიცით, რომ მომხმარებლებისათვის, ასე ვთქვათ, ძირითადი მიზეზი
ანუ ყველა დაუკმაყოფილების თავი მიზეზი არის შეწყვეტა წყლის მომარაგების, ხო და წყლის მომარაგების შეწყვეტა, ანუ შეიძლება ეს არ იყოს მეტი ან ნაკლები, ანუ ეს არის ანუ დაუშვათ რამდენ რაოდენობის მსხვილებას გაეთიშა თქვა ეს წყალი. ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელია. შარშან მაგალითად დაუგეგმავი ინციდენტების რაოდენობა შემცირდა 8%-ით, მაგრამ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებზეც ესეთი შეწყვეტა ზეგავლენას ახდენს, თითეულია ესეთი ავარია ახდენს ზეგავლენას თბილისში შემცირდა 30%-ით და რუსთავში 40%-ით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ თუ კი გვაქვს ერთი შეწყვეტა წყლის მიწოდების ადრე და ეხლა, რომ შევადაროთ, ეხლა 30%-ით და 40%-ით ნაკლებ მომხმარებელზე ახდენს ეს ზეგავლენას. და ჩვენ აგრეთვე ვმუშაობთ საშუალო ხანგრძლივობაზე ესეთი წყლის შეწყვეტის, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 3 საათი შეწყდება თუ წყალი თუ 10 საათით დიდი განსხვავებაა, ხო? რუსთავში მაგალითად არო 3 საათნახევარია საშუალო ესეთი გათიშვა რუსთავში და თბილისში 6 საათი და 6 საათნახევარი და თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბევრად ხანგრძლივია გათიშვები. Yeah, exactly. დიახ, ანუ თბილისში კიდევ დამატებით სირთულეებია, მაგრამ ეს ხანგრძლივობა აგრეთვე შემცირდა გათიშვების ხანგრძლივობა დაახლოებით 9 საათით ამ უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ შევამცირეთ რუსთავში ძალიან მნიშვნელოვნად, თბილისშიც 10%-ით, თბილისში 20%-ით დაახლოებით 20%-ით რუსთავში ჩვენ შევამცირეთ ამის შედეგად ენერგიის მოხმარება, რაც არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომელიც გაკონტროლებაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა დავწმუნდეთ, რომ ჩვენ ოპტიმიზებას ვახდენთ ხარჯების, რაც არის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეებისათვის. იმიტომ რომ ტარიფზე ახდენს ეს ზეგავლენას. ანუ ფიქრობთ რომ სწორად მიდიხართ, ანუ თქვენი ის პოლიტიკა, რომელიც აგეგმილი ჰქონდათ, ეს პოლიტიკა არ შეგიცვლიათ ამ ხნის განმავლობაში და რაც დაისახეთ, იმ გზით მიდიხართ და ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ მიხვდებით, ანუ რამდენ წელიწადში შეიძლება შეგეძლებათ აქვალია ეს იმის თქვა, რომ საქართველოში ამ შემთხვევაში დედაქალაქში რუსთავსა და მცხეთაში თქვენმა მუშაობა მოიტანა ის, რომ გათიშვები 8%-ით და მათ შორის ის ადამიანთა რაოდენობა, რომელზეც ვრცელდება 30 და 40% კი არა, პრაქტიკულად მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და ბევრად გამართული იქნება ამ შემთხვევაში. აი, რაზეა ეს დამოკიდებული და რამდენ ხანს შეგეძლებათ იმის თქმა, რომ თქვენ ეს მოახერხეთ? მე მესმის რომ რეალურად იმის შანსი რომ სრულად აღმოიფხვრას ეს პრობლემები პრაქტიკულად შეუძლებელი, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება დაზიანება, რომელსაც ჭირდება გამოსწორება და შემდგომ, თუმცა ამის მინიმიზაცია რომ მოახდინოთ, დაახლოებით რამდენი წელი შეიძლება დაგჭირდეთ? Well, we have to understand. I mean, to apply this question. მე მინდა უპასუხო რომ ამ კითხვას რომ ვერ გეტყვით ესე 5 წელიწადში, 10 წელიწადში გადავწყვეტ ყველა პრობლემას ყველა მოქალაქისათვის. დღეს მაგალითად თბილისში, რუსთავში არსებობს მოხმარებლები, რომლებსაც აქვს ძალიან მცირე რაოდენობით გათიშვები. არის სხვა მოსახლეობა, რომელიც გაცილებით მეტი რაოდენობით ითიშება წყალი, იმიტომ რომ ცენტრალურ რაიონებში ქალაქების მდგომარეობა ამ აქტივების გაცილებით უარესია. ანუ არ არსებობს რაღაც ესეთი ერთიანობა, ანუ ვერ ეტყვით რომ ქალაქში ყველგანაირად, ანუ ესე გათიშვების რაოდენობა ქალაქის სხვადასხვა რაიონებში შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ხედავენ მოხმარებლები, ეს არის რომ ისინი დაინახავენ რომ წლიდან წლამდე ჩვენ რაღაცას ვაუმჯობესებთ და ეს გაუმჯობესება ხილვადია, ანუ ხედავენ ამას. ჩვენ გამჭვირვალეებთ მუშაობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ პერიოდულად უჩვენებთ იმ ინვესტიციებს, რასაც ვახორციელებთ, ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ჩვენი პროგრესის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ სწორედ მივდივართ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენ მოველით, რომ აი უკვე უახლოეს წლებში, ანუ მაგალითად ამ წელს და აგრეთვე შემდეგ წელსაც, შემდეგი 3 წლის განმავლობაში გავაგრძელებთ ინვესტირებას და გავაგრძელებთ გაუმჯობესებას.
იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის ეტაპობრივი პროცესი. არ არსებობს რაღაც ჯადოსნური გადაწყვეტა, რომ ყველაფერი 2 წელიწადში გადაწყდეს. ანუ ასე არ ხდება. ეს არის მიმდინარე პროცესი, იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელია და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვდგავართ აი ამ გამოწვევების წინ და ჩვენ უნდა მოხდინოთ ინვესტირება და მე ინვესტიციებს რაც შეეხება, ეს უნდა თქვა, იმიტომ მე ამ წინა კითხვას არ უპასუხე. ინვესტიცია არის მარეგულირებელი ჩარჩოების ნაწილი აგრეთვე. ჩვენთვის, როგორც ინვესტორისათვის, ჩვენ როგორც ინვესტორმა ვიცით, რომ ინვესტიცია რაღაც გარკვეულ რაოდენობას ამოვიღებთ ჩვენ უკან და ეს ძალიან კარგად რეგულირდება. ანუ ამ თვალსაზრისით ჩვენთვის გასაგებია ცხადია, რომ როდესაც ჩვენ ინვესტირებას ვახდენთ, რომ ამოღება, ამონაგები ჩვენ მოხდება ამის, ამოვიღებთ ამის, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. ასე ვთქვათ, მიზნის, ანუ აკვალის ეს მხოლოდ ერთი მიზანია. მე როგორც გითხარით, ჩვენ აგრეთვე ტექნოლოგიების მიმწოდებლები ვართ, მაგრამ ყველაზე მაღალი ჩვენი დონე არის წყლის ოპერატორი. ჩვენ ვართ წყლის ოპერატორები და ჩვენი მუშაობა, გაუმჯობესება არის ჩვენი მიზანი, მაგრამ ეს არის ეტაპობრივი პროცესი და ჩვენ უნდა ვჯეროდეს, რომ ანუ თუკი ჩვენ ინვესტირებას მოვახდენთ, განვახორციელებთ რაღაც გარკვეულ პროექტებში, თუკი სადაც ყველაზე სასწრაფოდ არის, რომელიც პრიორიტეტულია, სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი პრობლემები, ჩვენ მივიღებთ უფრო მოვახდენთ უფრო მეტ ზეგავლენას მოკლევადიან პერიოდში. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე ეს გრძელვადიანი ხედვა, იმიტომ რომ ინვესტიციების რაოდენობა, რაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ აი ამ წლების განმავლობაში, ძალიან რელევანტური და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ანუ ეს უნდა იყოს დაბალანსებული. და ანუ ტარიფები, რაც ჩვენ გვაქვს და ფინანსური შესაძლებლობები, ეს ყველაფერი ტარიფები რამდენჯერმე ახსენეთ და მაშინ პირდაპირ ვიკითხავ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ გარკვეულწილად თქვენ განიხილავთ აი ამ ბალანსის მიღწევას რეალურად ტარიფების ნაწილშიც, ანუ შეიძლება რომ ერთ დღეს მიმართოთ მარეგულირებელს დაუშვათ ტარიფების გადახედვის მიმართულებით? ჩვენ ვიცით, რომ ტარიფი, რა თქმა უნდა, მარეგულირებლის პასუხისმგებლობაა და ტარიფი, რა თქმა უნდა ითვალისწინებდეს იმ ინვესტიციების რაოდენობას, რასაც ჩვენ განვახორციელებთ და რა თქმა უნდა და ჩვენი საოპერაციო ხარჯებსაც უნდა ითვალისწინებდეს. როდესაც მე ვამბობ, ჩვენ გვჭირდება ბალანსი, ანუ მე გულისხმობ, რომ ანუ ჩვენ ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას ესმის, ესე ვთქვათ, წყლის სექტორი ყველგან ესე მუშაობს. რომ წყლის ტარიფი უნდა ასახავდეს რეალურ ხარჯებს, რაც არის დაკავშირებული წყლის მოწოდებასთან. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გავხსნით ონკანს და ვიღებთ მოდის იქიდან წყალი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ინფრასტრუქტურის დონე აქ არის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა არის ამაში ჩართული. უამრავი ადამიანი თამაშობს, უამრავი რესურსი იხარჯება იმაზე, რომ უკანიდან წყალი წამოვიდეს და ეს და რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ფასი აქვს. ანუ რაღაცნაირად ტარიფი უნდა ასახავდეს ამ ფასს და როდესაც ჩვენ ვამბობთ ბალანსი არის, ეს უნდა ითვალისწინებდეს როგორც ამ ფასს, ასევე უნდა ითვალისწინებდეს ხელმისაწვდომობას და სოციალურ ხელმისაწვდომობას. ანუ ყველა ეს პრინციპი ეს არის ანუ დედაბოძი, ასე ვთქვათ, აი ამ პროცესის და ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული ტარიფის გასაცდელად. და ჩვენი საუბრის ბოლოს ალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. შეგიძლიათ თქვათ, რომ საქართველოს ინვესტორებისთვის კვლავაც საინტერესო ქვეყანაა, მათ შორის წყლის რესურსების მიმართულებით და დაუშვათ ამ მიმართულებით აქტიურად დარჩებით თუ არა მომდევნო წლების განმავლობაში კვლავ ბაზარზე. თქვენ ძალიან ხანგრძლივი პერიოდით შემოხვედით, როდესაც შემოდიოდით საქართველოში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ პრობლემას წააწყეთ რეალურად, ეხლა თქვენი საუბრიდან გამომდინარეც კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ამაში, საქართველოს თქვენთვის კვლავაც საინტერესოა საინვესტიციო კუთხით? არ იყო არანაირი ეჭვი, ანუ როდესაც ჩვენ შემოვიდით საქართველოში, ჩვენ შემოვიდით 2022 წელს, შემოვედით, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოში 2007 წლიდან გვაქვს ჩვენი ინტერესი ამ ქვეყანაში, ანუ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები, რის გამოც ჩვენ აქ მოვედით და მე მინდა ხაზი გაუსვა მარეგულირებელ ჩარჩოებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი
იმიტომ რომ არის ძალიან გამჭვირვალე და კაფიო მეთოდოლოგია და ეს არის ინვესტორისათვის ეს არის ფუნდამენტალური, იმიტომ რომ ეს გაძლევთ ანუ სრულად განსაზღვრულობას გიქმნით, ანუ ის ვიცით რა პირობებია, რას უნდა დაემორჩილოთ და რა თქმა უნდა ჩვენ ვჯერა რომ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი. იმ თვალსაზრისით რომ საქართველოს აქვს დადი ეკონომიკა very constantly the last 10-12 years და საკმაოდ სტაბილურია თქვენი ვალუტა და საქართველოს ძალიან ბევრ რამეს აკეთებს აქ ნერგავს ევროპულ სტანდარტებს გარემოსდაცვის სექტორში და ანუ ჩვენთვის აქ შემოსვლის გადაწყვეტილება იყო ძალიან აშკარა და შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს the issue is საკითხი იმაშია, რაც მე ვთქვი ადრე, ანუ ეს არის დაკავშირებული ინვესტიციებთან არის დაკავშირებული და ჩვენ ვიცით, ეს არ არის ჩვენთვის სიურპრიზი არ იყო ჩვენთვის. ჩვენ ვიცოდით, როგორია ჩვენი აქტივების მდგომარეობა, ანუ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან ხანგრძლივი გრძელვადიანი პროცესი და ეს ზუსტად შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას. ასე რომ არ არის პრობლემა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ანუ ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა რასთანაც მოგვიწევს შეგუება, უნდა ამასთან მუშაობა მოგვიწევს და ანუ ეს არის ჩვენი მიზანია, გაკვალიას მიზანი და ეს არის გაკვალიას ინტერესი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ესპანური აკვალიას ქართული შვილობილის GVP-ის გენერალური დირექტორი იყო პირდაპირ ეთერის სტუმარი.